რისი მართვაც არ შეგიძლია შენ, ის იწყებს შენ მართვას. ესეთი არის ცხოვრებისეული კანონი. და ამ კანონს ვერ შეეწინააღმდეგები. ფიქრების მართვა თუ არ შეუძლია ადამიანს, მაშინ ფიქრები იწყებს მის მართვას. სხეულის მართვა თუ არ შეუძლია ადამიანს, სწორიკვება, რაღაც ჩადება ენერგიების ვარჯიში და ასე შემდეგ, მაშინ სხეული იწყებს მის მართვას, ანუ შემოაქვს დაავადებები. და გონების მართვა თუ არ შეუძლია ადამიანს, გონების მართვა მაშინ გადადის გონების სადავეებში და თვითონ იწყებს გონება შენს მართვას. და ვინც გეუბნება, რომ ფიქრების მართვა შეუძლებელია, ის ავადმყოფია. ან მას არ აქვს ყველაფერი წესრიგში. გონების, სულის და ჩვენი უნარების მართვა შესაძლებელია. ეს არის პირველი კანონი დიანეტიკის. გინდა ისწავლო გონების მართვა. გონების მართვა უდრის თვების გვერდზე გაწევას. როგორ ვისწავლოთ ეს მარტივად? მე ვატარებ 2 დღიან დიანეტიკურ სემინარს, სადაც ვასწავლი თერაპიებში, როგორ მართოთ გონება, როგორ ჩავწვდეთ ისეთ რაღაცებს, რაც უშლის ხელს ადამიანს და კონტროლი იკარგება და იწყებს ადამიანის შფოთვას, ნერვიულობას, თავდაუჯერებლობები ეწყება, სიზარმაცე და ყელში ეჩხირება ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს გავივლით 2 დღეში, თქვენც ისწავლით თერაპიების ჩატარებას და თქვენს ჩაგიტარდებათ უნიკალური თერაპია, წარსულის ბლოკების მოხსნის თერაპია. ეს ის ნაბიჯია, რომელიც უნდა გადადგა. ჩაეწერე სემინარზე. ერთ უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგწერეთ ამ ნომერზე ან WhatsApp-ზე სიტყვა სემინარი.